დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მიხეილ ჟღენტი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, რომ მობრძანდით გამონახეთ დრო. ბატონ მიხეილ, როგორ თემა მინდა შემოგთავაზოთ, აი თეორიულად რო განვიხილოთ, ვიბიჯელოთ, ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რუსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც აი მოახერხა აი ბოლო 21 საუკუნეში ელომა საქართველოსთან, ეხლა ომობს უკრაინასთან და ფაქტობრივად მას არ ყავს მოკავშირე, ჩვენ ვიცით ეს ცნობილი სიტყვები ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან, რომ რუსეთს ორი მოკავშირე ყავსო, არმია და ფლოტიო და რაღაც მე მგონი ამ ხას მიყვება, ეხლა ალბათ ავიაციას დაემატა, მაშინ უბრალოდ ავიაცია არ იყო. მინდა ჩვენ წარმოვიდგინოთ ასეთი მოდელირება გავაკეთოთ ბატონ მიხეილ, როგორი იქნებოდა რუსეთის მდგომარეობა მისი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, მას რომ შეიძლებოდა შეენარჩუნებინა საქართველოზე ვისაუბროთ, საქართველოსთან მეგობრული პარტნიორული ურთიერთობა და არა ურთიერთობა ძალის პრინციპიდან, თქვათ ურთიერთობა, რომ მე ვთქვათ სეპარატისტული რეგიონებით, შემდეგ მათი აღიარებით, შემდეგ ამ აღიარების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებით, გაიძულებ რომ დაგლიჯო, ან ჩემს იქით გზა არ გქონდეს. რა პრობლემებს მოიგوارებდა თუნდაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა და თუ არის ეს შესაძლებელი და თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ უნდა ვიქონიოთ თუ არა იმედი, რომ ოდესმე აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, შევნარჩუნდებით თუ არა იმ დე ფაქტო საზღვრებში, რომლებშიც ვართ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მიხარია ახალი ოფისი, მშვენიერი ოფისი არის და მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ პირადად, თქვენ კოლექტივს და თქვენ ჰოლდინგს. რაც შეეხება რუსეთთან სიტუაციას, ამას ჩემი გამოცდილება უბრალოდ პრიორიტეტი მაქვს ხებთან ახალგაზრდებთან იმ კუთხით, რომ 92 წლიდან მე მაქვს ურთიერთობა რუსეთთან, დაწყებული პარლამენტიდან, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებში და შემდგომში პარტია სოლიდარობა მშვიდობა სამშო იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობის პარტიის თავმჯდომარეობა სოლიდარობა მშვიდობისთვის. ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა. მოდით გავხსნათ ჯერ რა იყო რუსეთი 90-იან წლებში. ვის გავლენის ქვეშ იყო? და შემდგომში ვისაუბროთ მისი გადაწყვეტილება რას ეფუძნებოდა. 92 წელს პრაქტიკულად მე ხშირად ამაქვს ნათქვამი და კიდე გავიმეორებ, რომ შევარდნაძის ხელდასმით მოხდა აფხაზეთში ქართული საჯარო დანაყოფების შეყვანა, ერთადერთი გაზრახვით, რომ დაკარგული იყო აფხაზეთი. მე გეთანხმები თქვენ იმაში, რომ აფხაზეთის ცალში დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები და მასზე ისხდნენ რუსი მფრინავები. იმიტომ რომ აფხაზი მფრინავი ბუნებაში არ არსებობდა. არა მარტო აფხაზი მფრინავი არსებობდა, არ არსებობდა ძალიან ცოტა რაოდენობა ყავდა აფხაზებს კვალიფიციური თუნდაც სამხედრო სპეციალისტები. ამაში მე თქვენ გეთანხმებით, ამაზე ჩვენ არ გვიკამათია და არ ვკამათობთ. ეხლა მოდით ესე ვთქვათ, რუსეთთან დაკავშირებით ელცინის პერიოდის რუსეთის, მე გამართლებაზე მე ფაქტებს ვამბობ. ელცინის პერიოდის რუსეთი, როდესაც პრაქტიკულად რუსეთი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ქვეშ და სრული გავლენის ქვეშ იყო და მის დავალებებს ასრულებდა დაახლოებით 80-90%. თუმცა მოდით ესე ვთქვათ, რომ ჩვენ 90-იან აფხაზეთის ომის დასასრულსაც შეგვეძლო რუსეთთან მოლაპარაკება, მე ბევრჯერ მithქვამს და არ გავმეორდები. ძალიან ბევრი წინაპირობა იყო. თუნდაც ორი კვირით ადრე ის ორი დივიზია რო შემოგვეყვანა. მე რუსეთს კი არ ვხსნი პასუხისმგებლობას. შემოსულდა ძალთა დაშორისება. რა თქმა უნდა, ორი დივიზია, რომელიც 19 სექტემბერში შემოსული იყო და მე შევარდნაძემ და მოხდა რაც მოხდა და უარი უთხარით და 23-ში ბატონ ვახტანგ გოგუაძემ რო დაურეკა. შევარდნაძე ბათიაშვილს და ყაყარაშვილს კი ბატონო, მთათვრიზე მეც გახდით, ახლა დეტალებში არ მინდა შევიდე და 23-ში როცა ბატონ ვახტანგ გოგუაძემ დაურეკა რუსეთის ზედაპალატის თავმჯდომარე შუმაიკოს, იქიდან მიიღო პასუხი, რომ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ამას და გრაჩვომათ, რომ ეს ორი დივიზია მე უკვე რას გვარწირებალა, თავის განვათავსე თავის დისლოკაციის ადგილებზეო. რუსეთს მაშინაც და ეხლაც კონდა ერთი დიდი პრობლემა. ეს იყო პრობლემა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და უკრაინის მაგალითი ჩვენ გვჩვენებს იმას, რამდენად რუსეთის თვით მაღალ ეშელონებშიც კი, მე შემიძლია თავად გითხრათ, იყო პროდასავლური განწყობები და ჩვენ ხედავთ რამდენი გენერალი, ხო თქვენის ალბათ მეც ვიცი, დღე არ გავა, რომ მაღალჩინოსანი გენერალ ლეიტენანტი, გენერალ პოლკოვნიკი არ იყოს დაკავებული და არ იყოს დაკავებული ისეთ დამამცირებელ და შოურაცხყოფელ და მე ვიტყოდი არაკაცურ საქციელზე, რომელიცაც თანხების დატაცება.
ანუ ის რეგიონები, რომლებიც უნდა გამაგრებული ყოფილიყო, ჯარი პრაქტიკულად ამ სამხედრო ოპერაციას თუ სპეცოპერაციას შეხვდა მოუმზადებელი. მე ამას ვიმეორებ რუსეთის ექსპერტების და რუსეთის ოფიციალურ პირების. რუსეთს ამ კონფლიქტს გულისხმობს დიახ ამ სპეცოპერაციას. და ჩვენ ხედავთ რომ კურსკის გუბერნატორმა თავი მოიკლა როგორც გადააყენეს ყოფილმა ტრანსპორტის მინისტრმა. იმიტომ რომ იქ არის სასაშინელი მდგომარეობა. თქვენ ნუ იფიქრებთ იმას რომ რუსეთი ერთ მნიშვნელოვნად არის და რუსეთისთვის არ იყო პრობლემა აფხაზეთის დაკარგვა. აფხაზეთის დაკარგვისთანავე რუსეთმა დაკარგა ის დერეფანი, რომელიც ეხლა ძალიან ყველა ცდილობს. საქართველოს მიერ აფხაზეთის დაკარგვის. ხო, საქართველოს დაკარგა აფხაზეთი, ჩვენ დავკარგეთ რკინიგზა და დავკარგეთ აი ეს გასასვლელი დერეფანი, რომელიც რკინიგზა მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე იაფი და გარკვეულწილად დაცული ტრანსპორტია, სტაბილური ტრანსპორტია. ჩვენ ჩაკეტილები ვიყავით აფხაზეთის მხრიდან, ჩაკეტილები ვიყავით ცხინვალის მხრიდან. ანუ ვინ დაზარალდა ამ აფხაზეთის ომის შემდეგ? დაზარალდა აფხაზეთი, რა თქმა უნდა, აფხაზები, დაზარალდით ქართველები და საქართველოს, დაზარალდა ცხინვალის რეგიონი და ოსები და დაზარალდა რუსეთიც. არ იყო ეს თქვენ სწორედ ბრძანეთ საუბრის დაწყებაში, რომ რუსების ინტერესებში არც ერთი ეს კონფლიქტი რუსეთის ინტერესებში არ იყო. არც ერთი ეს კონფლიქტი პირიქით ეს კონფლიქტები რუსეთს ხდიდა ოკუპანტს, მას აწერდნენ იარლიხს იკრავდა მოძალადის, მაგრამ რა არ იკრავდა იქცეოდა კიდეც. არა, იქცევ, კი ბატონო, მე გეთახმე, მე ამაში მე მოვყვებით ამ თქვენ ლოგიკაში. აი ეს მაშინ ომის დაწყება ხო? ესეც ხო გამოწვეული იყო, როდესაც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომ რამდენიმე 2014 წლიდან ისინი იყვნენ მუდმივი ასე ვთქვათ საარტილერიო დარტყმის ქვეშ დონეცკის და ლუგანსკის ოლქი. მოდით ერთ რამეს შევთანხმდეთ თუ დამეთანხმებით. რუსეთი დასავლეთისთვის დაწყებული ივანე მრისხანეს მერე იყო გარკვეული კი არა სერიოზული პრობლემა. ძირითადად ანგლოსაქსებისთვის. რუსეთი კაპიტალისტური, რუსეთი მეფის, რუსეთი პროლეტარული, რუსეთი საბჭოთა, რუსეთი დამოუკიდებელი, ნებისმიერ რუსეთი თავისი იპოსტასით არის როგორ გითხრათ, ანტიდასავლური. მისი არსებობაზე აქვს საუბარი, ხო? რუსეთს გამოუმუშავეს, გენეტიკურად გამოუმუშავეს ის, რომ ის ყოველთვის იცავდა თავს და მე ეს თავდაცვა გადადიოდა აგრესიაში და ბოლოს გამომდინარე მათი საკმაოდ ესეთი მოუხეშავი PR კამპანიის და ვარქვათ თუ მასმედიასთან ურთიერთობით გამოდიოდა აგრესორ. De facto, აი მაგალითს გეტყვით თუ გნებავთ. როგორი კარგი კარტი გაუთამაშა დასავლეთმა სომხეთთან მიმართებაში. ნახეთ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი კარგად გაათამაშეს და ჩვენ ხედავთ პაშინიანი, რომელიც კიდევ ერთხელ დიდი გულის წუხილით ვამბობ, რომ ჩვენი მოწმე სომეხი ერმა მოახერხა ამ ადამიანს არჩევა. ეს არის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელი, იმიტომ რომ ეს კაცი ამ ქვეყანას ძალიან ცუდი გზისკენ მიყავს, ხო? აი ესე ვთქვათ, მოკლედ. როგორი კარტი გაათამაშეს? დააყენეს არჩევანის წინ. ან რუსეთს უნდა შეესრულებია ოდკბ-ში არსებული, რის გამოც მე ნახევარი სომხეთი გადაეკიდა, როგორც ოდკბ-ის წევრის პირობები, ან უნდა ჩართულიყო ომში. ანუ ორივე შემთხვევაში რუსეთი გამოიყვალა დასავლეთმა როგორც არასტაბილური პარტნიორი. რუსეთის ჩართვა აზერბაიჯანს და სომხეთის კონფლიქტში თქვენ დაახლოებით ხვდებით რითი დასრულდებოდა. არ ჩართვის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული პროპაგანდა ჩაირთო დასავლეთის მხრიდან, რომ რუსეთმა როგორც ოდკბ-ის წევრს არ დაეხმარა სასომხეთს. მაგრამ იქ არის რაღაც პუნქტები, რომლზეც აპელირებდა რუსეთი, მაგრამ ვიზუალურად, ვერბალურად, იდეოლოგიურად და PR-ის დონეზე რუსეთი აღმოჩნდა ქვეყანა, რომელიც არ შეასრულა თავის პარტნიორთან. ბატონო, თუ შეიძლება არ გითხავთ აუცილებლად, აი თქვენ ბრძანეთ, რომ რუსეთი აი ესე დილემის წინაშე იდგა და მასლა არ ქონდა. დახმარებოდა თუ არ დახმარებოდა სომხეთს და ის პოზიცია ხო სწორად გავიგე, უნდა აირჩია რა პოზიციაც მან აირჩია რაღაც ჩაურევლობის და თითქოს მიემხრო აზერბაიჯანისა და თურქეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ როდესაც ამ ფაქტმა კიდევ ისიც გამოაჩინა, ჩემი აზრით, რომ აი ეს ყარაბაღი თვითაღიარებული ეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, ეს ხომ მთლიანად რუსეთის სახელმწიფოს შემოქმედება იყო. რომ არ დახმარებოდა რუსეთი სომხეთს, სომხეთი ვერ მოერეოდა ხო აზერბაიჯანს თავის დროზე. ანუ ის ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ შედეგზე. მაგრამ იმთავითვე ეს პრობლემა ხო შეიქმნა სწორედ რუსეთის მონაწილეობით და იმ ფაქტმაც, როცა რუსეთი არ ჩაერია და აზერბაიჯანმა უკან დაიბრუნა, მოწმობს
რაღაც კვადრატში უკვე ხო აყვანილი იმას რომ ეს კონფლიქტი შექმნილი იყო თქვათ რუსეთის მიერ. სწორედ ამას ვამბობ მე. ამ მეთოდებით ურთიერთობა ადამიანებთან უნდა და მართავდა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, აი ამ სამი კონფლიქტით, ორი ჩვენთან და ერთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სტილია ესე იგი ეს მისი ამას არ შეიძლება ეს სტილი შეიცვალოს ეს ხო ვნებს მას როგორ ხა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა დასავლური აგენტურა იყო რუსეთის ხელისუფლებაში მათ უთხრეს აღიარე ყარაბაღიო და დაეხმარე სომხეთსო მოდით ესე შევხედოთ მე ახლა რუსეთის არც ადვოკატად გამოვდები მე ვჯელობ და ვამბობ რუსეთის მენტალობიდან გამომდინარე მათი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და ყველა იმ ქვეყნის მიმართ რომელიც ცდილობს მას დაუპირისპირდეს სამწუხაროდ იყენებს პოლიტიკას. არაერთხელ მithქვას ჩვენი რუსი კოლეგებისთვის რომ ის თანხა რაც დაიხარჯა რბილ ძალას რო ეძახიან. ანუ ის თანხა რაც ამერიკის შეერთებულ შტატებმა დასავლეთმა დახარჯა საქართველოში. საქართველოზე ვიძახი. NGO-ების სახით არასამთავრობოები არის უმარტო დახმარება თუ ასე და ასე 92 წლიდან ამას რუსეთი არაკეთებდა ან ვერ აკეთებდა. მე ერთი რამ ვიცი. სამწუხაროდ თუ რას ბრძანეთ რუსეთი თავის მეგობრად თulis როგორც მის იმპერატორმა ბრძანა სასაზღვრო არმიას და ფლოტს აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერის მენტალობა სამწუხაროდ ახლა მეც ვერ დავიტრაბახებ ამას რუსეთი ძალიან ღმად ვიცი მაგრამ ნუ სხვაზე შედარებით შეიძლება მეტი ვიცოდე ძალიან რთული საურთიერთობო ქვეყანა არის თავის იმპერიული ზრახვებიდან გამომდინარე და იმ გამომდინარე იქიდან რომ მისთვის აი ეს ხისტი პოლიტიკა ალბათ ეს გენეტიკურად აქვთ ეს შეიძლება ბუნებაში აქვს ეს ისე როგორც ქართველებს აქვს ბევრი რამ ბუნებაში ან მეორე არის ან მეორე რომ ცდილობენ ყოველთვის იყოს როგორც თქვი თავდაცვის მდგომარეობაში მოვით ახლა თქვენ რა ბრძანეთ საბჭოთა კავშირი დაიშალა ხო საბჭოთა კავშირის დაშლას ამხანაგი შევარდნაძე იბრალებდა რომ მე დავშალე საბჭოთა კავშირი კი ასე იყო ხო არა ასე არ იყო ხო გასაგებია საბჭოთა კავშირის შევარდნაძემ გორბაჩოვმა გააფორმეს ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის დაშლას რომელიც დაიწყო სტალინის მკვლელობის თუ სიკვდილის შემდეგ დავანებოთ ნუ ჩაურმავდებით ხო და როდესაც ხრუშოვმა პრაქტიკულად უკრაინა დღევანდელი უკრაინა ჩვენ ხო გვაქვს ბენდერელების და ბანდერელების შაუმავლობის მიერ შექმნილი ხო ხრუშოვი როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში და სტალინის კულტი იყო ცნობილი ყრილობის შემდეგ გამომაზონებდა გამოიტანა სტალინის დაასაფლავეს იმის შემდეგ წარმოვიდგინეთ ყველა ის ტყეში გაქცეული ანტისავეთში ეგრეთ წოდებული და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი დააბრუნა რა ქვია ხრუშოვმა თანამდებობებზე. ანუ უკრაინა როგორც ასეთი უკრაინა ანტირუსული სახელმწიფო შექმნა დაიწყო უკვე 60-იანი წლებიდან. მე ყოველთვის მიჯნავ საბჭოთა კავშირს სტალინამდე, სტალინის პერიოდი და სტალინის შემდგომი პერიოდი. მე რატო გავაკეთე ეს შესავალი? თვითონ რუსეთის ხელისუფლებაც არ აღმოჩნდა 60-იან 70-იან წლებში მზად რომ შეენარჩუნებიათ ეს წყობა. თქვენ ხო ჩემი კაციც რომ ვერც ერთი სახელმწიფო, არც ერთ სახელმწიფო არ დაიშლება თუ იქ შიგნიდან არ მოხდა არეულობა და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი კვლევა არის თვითონ KGB-ს ეგრეთ წოდებული კომიტეტის ფუნქციასთან და მასთან დაკავშირებით რაც მოხდა საბჭოთა კავშირში. ხო, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან მერე თქვენ კარგად მოგესწრებათ იყო კიდე ესეთი პროექტი რომ კეო დაშლილიყო ეს ყოფილი სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკები. რაც მივიღეთ სამწუხაროდ საქართველოში ორი ესეთი. არის დნესტრისპირეთი და იყო ყარაბაღი. ანუ ეს ყველა კონფლიქტი რომელიც არის ჩვენ რეგიონში. ეს უკვე თავიდან ჩადებული იყო. მე შემიძლია უფრო ეს ავტონომები შექმნა სტალინმა. კი, მე უფრო მეცაც გეტყვით. 94-95 წლებში მე ხშირად ვიყავი მოსკოვში ოფიციალურ დელეგაციებში, იქ პარლამენტში მუშაობდი და მე გეტყვით რომ რუსეთში უკვე რუსეთის რეგიონები აი მაგალითად ციმბირის რეგიონი ემზადებოდა ცალკე სახელმწიფოს გამოსასყიდებლად, იცით თქვენ თუ არა? უკვე ვალუტის მოჭრაზე იყო საუბარი. ტატარსტანში მინტემირ შამიევის პერიოდში უკვე ესეთი მდგომარეობა იყო, რომ აი დაახლოებით 1-2-3 წელი რომ დააგვიანებია პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ მივიღებდით რუსეთის აი კიდე 1-5 ან შეიძლება 10 სახელმწიფოს. გავიხსენოთ ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანია. პრაქტიკულად ესეც იყო რუსეთის დაშლაზე დაშლისკენ მიმართული. ანუ მე ამ ისტორიულობას რატო ვიხსენებ? გამომდინარე აქედან რუსეთი იძულებული გახდა ყველაფერზე ამას ჩაყოლოდა. უფრო მეცაც გეტყვით, მოსკოვში რომ ჩავდიოდი, მე იქ რუსს ვერ პოულობდი.
ამას გეუბნით 93-დან დსთ-ში შორს შევიდით 95-ის ბოლომდე. თითქმის თვეში ერთხელ მაინც ვიყავი ან სათათბიროში ან ზედაპალატაში. იქ იყვნენ ხალხი, რომელსაც თავის ქვეყნის აღარ ჯეროდათ. და იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა 10 წელიწადში უნდა დაშლილიყო. ამიტომ მე კიდევ ერთხელ რუსი ივან პეტრეს ძე პეტროვი იჯდა იმ თვითმფრინავზე, რომელიც იბომბებოდა სოხუმი. ამას არავინ არ უარყოფს. მაგრამ იმასაც ნუ უარყოფთ, რომ ორი კვირითადად ჩვენ შეგვიძლია გადაგვერჩინა სოხუმი. იმასაც ნუ უარყოფს, რომ ჩვენ სოხუმში შევედით წინასწარი განზრახვით, რომ დაგვიკარგა სოხუმი. ეს თითქმის ყველა მიცოდა მაშინ პოლიტიკურმა ელიტამ. და ეს ჩანს სხვათა შორის იმ დოკუმენტების გაცნობით, რომელიც არსებობს, სტენოგრამების ვინ რას ამბობდა, როგორ ამბობდა, იგივე 27 ივლისის ხელშეკრულება ის ზუსტად ეს დღები 24 ივლისს გაიმართა, ამინდა ვახსენოთ ეს თემა. 24 ივლისს 93 წლის იმელის შენობაში პარლამენტის ხდომა, რომელზეც განიხილებოდა აი ძალთა დაშორიშორების საკითხი ჩვენ ძიმე ტექნიკა რომ უნდა გაგვეყვანა ფოთიდან, იმიტომ რომ ზღვით ვინაიდან სამეგრელოსთან პრობლემები იყო, ზოგადად გამსახურდია ეს მომხრეების გამო, რაც ისევ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელოვნურად იყო შექმნილი და როგორც ვიცი, რუსულმა სამხედრო გემებმა გაიტანეს ის ტექნიკა ჩვენი სამხედრო და ამაში ფული გადავიხადეთ ჩვენ, როგორც მასალები მაქვს დაწერილი აქედან. ვიცი, ხოლო იქვე გუდაუთაში გადამალეს აფხაზებიან და სად გაიტანდნენ და სტენოგრამა არსებობს გამოსვლის ყარყარაშვილს, როცა მოусმინეს, როცა ეკითხებიან, რამდენ დღეს გავძრევ და ყარყარაშვილი ამბობს, უნდა მითხრათ, ვინ არის მოწინააღმდეგე. აფხაზები არიან მოწინააღმდეგე თუ რუსები არიან, და გაგაცემთ პასუხს და მაშინ შევარდნაძემ თავისი პასუხისმგებლობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი მოგვეწერა 27 ივლისის ხელშეკრულება, ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა და როდესაც რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით, განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი, დაგველოდეთ. ჩვენ ბრუნდებით ეთერში, განვაგრძოთ საუბარს ჩვენ სტუმართან მიხეილ ჟღენთან ერთად. ბატონო მიხეილ, ის თქვენ გემახსოვრებათ კი არა, იყავით ალბათ უშუალოდ მონაწილე 24 ივლისს როგორ დასრულდა და აქაც ჩვენ ვხედავთ თქვათ ამერიკის კვალს, მე მახსოვს თენგიზკიტოვანის ხშირად ჩამიწერია ომის თემებსთან დაკავშირებით ბუნებრივია და ის მაშინაც ამბობდა, რომ ეს იყოს ყველაფერი ამერიკელების ინსპირირებული. გაუნდენო ზუსტად შემიძლია გითხრათ, გამომდინარე იმ პროცესებიდან, რომლის მომსწრე ვიყავი მე, თუ მაშინ აპარატი ძალიან პატარა იყო, სახელმწიფო საბჭოსი, რამდენიმე კაცი ვიყავით და ისეთ ინფორმაციას ვფლობდით, რომელსაც დღეს თანაშემწეები არ ფლობდნენ. ანუ სიტუაცია იყო ესეთი. პირდაპირ დავალება იყო შევარდნაძესთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. თავიდან ვიცოდი, მაგრამ ამჯეროდა, მაგრამ მე პროცესები როგორც განვითარდა და რაზე ვთქვი ჩვენ უარი, რა შემოთავაზებაზე ვთქვი უარი და ერთ-ერთი შემოთავაზება იყო დსთ, რომელიც პირველი დღიდან შევარდნაძის ჩამოსვლის და არა მარტო შევარდნაძის. ხო, მაინც შევედი და როგორ შევედით, მაგრამ ამოუჩვენოსავით ვიცით და როგორ დავკარგეთ აფხაზეთის და იქაც შევედი და როგორ შევედით, ეს სხვა ამბავია. ყველა მიცოდა ეს ამბავი და ახლა ჩვენ შესაძლებელზე გავიხსენეთ თქვენ საკმაოდ დიდი ინფორმაცია ფლობდა საკმაოდ სერიოზული მასალები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. ხო არ შემოვიყვანეთ ის ორი დივიზია, მაგრამ რამდენი ახსენოთ უთხრათ მაყურებელს მსმენელს იქნება არ ახსოვს, აქ ლაპარაკი იყო იმაზე 93 წელს ჯერ რუსეთი თავად სექტემბრის 5-დან 10 რიცხვამდე იყო მოლაპარაკება. ანუ ნახე აფხაზეთის გაყოფას და გუმისთაზე რუსული ორი დივიზიის ჩაყენებას, რაზეც უარი თქვა შევარდნაძემ და დააბრალა ბათიაშვილს და ყარყარაშვილს დააბრალა და ვივაჭრეთ, მაშინაც ვივაჭრეთ და მოკეთ ვაჭრობას სულ დამთავრდა. ის აქვე ვიტყვი, მე შევარდნაძე ჩავწერე ამ თემაზე და მან მაშინ მითხრა, რომ მე ურეკავდიო გრაჩოვსო, მაგრამ არ პასუხობდა, თანაშემწე იღებდა ნომერს და ზღვაში ბანაობს. ხო, აი ზუსტად მისმა თანამშრომლებმა და გვერდში მდგომებმა უთხრეს, ისე ნუ გავაკეთებთ, რომ ჩვენ ერთ დღეს დაურეკავთ წინსა არ გიპასუხებს ტელეფონზე. აი ეს მოხდა სამწუხაროდ. მაგრამ მე რა მოხდა ქალბატონი ნახეთ, ჩამოვიდა გამსახურდია სენაკში, მე დაიძრნენ თბილისისკენ და მე ისევ იძულებული გახდა იმ დროინდელი ხელისუფლება შევარდნაძის დამოდობით, რომ უკვე შემოიყვანათ ესა რა ქვია, ბალტინის საჯარისო ნაწილები. ანუ ის ბალტინი არ შემოვიდა მანამ, ესეც უნდა იცოდა ჩვენ მაყურებელმა და მსმენელმა, სანამ რუსეთმა არ მისანება. ბატონმა ედუარდმა თქვა ეს რამ. მე უკრაინას ვთხოვეო კრავჩუკსო, მაგრამ იქ არ დააყოლა, რომ კრავჩუკი მარტო ვერ წყვეტდა. რა თქმა უნდა, კრავჩუკმა შეათანხმა ელცინთან. ლეონარდო დევდარიანსა. კი ბატონო.
მაცხონოს რომ ის იყო მონაწილეობდა ამ პროცესში და რუსეთს თხოვეს დიახ. კი ბატონო, მარგიანი და ბატონო ლეონარდო მონაწილეობდნენ და რუსებს თხოვეს და შემოვიდა და ფოთში დახვდნენ, მოკეთ მავანი, ხო? ანუ მაინც მოხდა ის რაც მოსახდენია. ჩვენ ყოველთვის ვაგვიანებთ, გაბატონო. ჩვენ დავაგვიანეთ ესეთი შესვლა. ჩვენ დავაგვიანეთ 2008 წელი. 2008 წელს სააკაშვილის თავხედობა რაც მანამდე ჩაიდინა და ტყუილებმა, ხო? იმას დაპირდა, ანუ მოინდომა რუსეთის გადაგდება. იქ დაპირდა რომ თუ გაიყვან ორ ბაზასო და რუსებმა გაიყვანეს ის ბაზები, ამას გავხსნიობა თუ. კიდე მაშინ იყო ლაპარაკი ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის ყაბულდებოდა მაშინ რუსეთი. ოღონდ რო ჩამოვიდა სააკაშვილი გაჟიტირებული ჩავიდა ვილოცე ისო ჩამოვიდა და ამერიკელებმა დაიბარეს თითი დაუქნიეს და მოგეთ გადააგდო პუტინი. ეს გადაგდება ჩვენ დაგვიჟდა ჩემო ძვირფასებო 2008 წლის ამბავი, რომელსაც ისევ ამერიკელებმა შევარდნაძე ასხონსღორთვა სააკაშვილი რო გალსუს ღეჭავდა და მე უყვიროდიო მასო პრეზიდენტს ამერიკის მე არ მიყვარს ამის ისა, იმიტომ რომ კარგად არ გვახასიათებს. არა, მე გეტყვით არა მე ჩემ არა მესმის, მაგრამ მე უკვე სააკაშვილთან დაკავშირებით არაფერი აღარ მაღელობს. ეს იცით რატო უყვიროდა? მართალი იყო იმ მომენტში სააკაშვილი. მას დაპირდნენ რომ რუსეთის მხრიდან არ იქნებოდა წინააღმდეგობა. მას დაპირდნენ რომ რუსეთი ამ მომენტს ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად შეთანხმებულად რაღაც პერიოდი გაატარებდა. იმიტომ იყო თორე სააკაშვილთან შეშარა კაცი ამას ვერ გაბედავდა. და გარდა ამისა, ბატონო, მეც მიფიქრია შეათ ამ თემაზე. არავის არ უნდა ქვეყნის პირველი პირობა ომი წააგოს. რა თქმა უნდა. არავის არ როგორ შეიძლება ის უნდოდეს და მიზროს დაიკარგოს ტერიტორიები. რაც არ უნდა შლეგი იყოს. მით უმეტეს 2007 წლის დარბევები მას უკვე გადატანილი ქონდა და მისი ხელისუფლება 2007 წლიდან 2006-დან უკვე აღარ იყო ისეთი ერთმნიშვნელოვნად მიშა. არა, უკვე პრობლემები იყო. და ამ პრობლემების გამო მოხდა ეს ყველაფერი, ხო? მას უნდოდა რომ გაეძლიერებია თავის ხელისუფლების განემტკიცებია უბრალოდ ხელისუფლება. ეს მეორე არჩევნები იანვარში ძლივს რომ მოიგო. და იფიქრა ახლა აი გმირულად შევარდა იმას უთხრა დიმას ანაკვებს დავაი დიმაო აბა შედითო და რო შევიდე და სად შედიხარ შენ გარანტირებულად ხო უნდა იცოდე რას აკეთებ და როგორ აკეთებ როცა აფხაზეთის მაგალითი წინა გაქვს როცა გაქვს შენ ისტორიული გამოცდილება როცა არიცი შენ რუსეთს და ამერიკას შორის რა თამაში შეიძლება წავიდეს და სად დაგვეხურდაო როგორც პაიკი დაგვეხურდავეს აი იმ მომენტში მე ამდენჯერმე თქვი და გავიმეორდები 2007 წლის მიუნხენის გამოსვლა სიტყვას თქვა პუტინმა ეს იყო საპროგრამო სიტყვა მან თქვა მე მინდოდა ევროპასთან მე მინდოდა ამერიკასთან მე მინდოდა ნატოსთან მე მინდოდა გავხდარიყავი მათი ნაწილი არ მიგვიღეს კარგად იყავით აწი მე ჩემთავს მივხედავ და პირველი კვილის მოსინჯვა ეს იყო 2008 წელი პირველი კვილა მოგვისინჯეს პრელუდია იყო დიდი დაპირის პირი ამას მოყვა მე 14 ამას მოყვა მე ყირიმი და ყველა ამ ნაბიჯებს მოდით ახლა შევხედოთ სხვანაირად. ამერიკის შეერთებული აქვე ვიტყვი რომ აი როგორ მოამზადებინეს არა სააკაშვილი კიდევ როგორ გააცურეს რომ შემოუმტკიცა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. კოდორი თავისთავად ახალგორში ვერ შედიოდნენ. დიდი ლიახვის ქართული სოფლები იყო და ადმინისტრაციული ერთეული რომ შეაქმნევინეს დიმიტრი სანაკოევის თავკაცობით გამზადებული ტერიტორია მისცეს საბჭოთა კავშირის დროინდელ ადმინისტრაციული ოლქის საზღვრებში. ხო გასაგები ხავ შემდეგ რომ ბაივიში ამტყდარი რომ აი მათულ ხართებს ავლებენ აიღეთ რუკები და ზუსტად ეხა მე მაშინ იგავლებ როგორ მე მივხვდი ამას სად გაავლებდნენ და სად და ესენი ვერ მიხვდნენ ვინც პოლიტიკოსია. ძალიან სასიამოვნოა თქვენ ესეთ ინფორმირებული ხართ რომ ძალიან ადვილია აი ვერ ინფორმაციას ფლობთ და აი ზუსტად იქ არის მახსოვსები და იმიტომ რომ გაერო და ეს ძალიან ამაზე არ რეაგირებს ეს ადმინისტრაციულ საზღვარზე ანუ სააკაშვილმა რაც რუსეთს გაუკეთა აი ყველა ერთად საქართველოს პრორუსულებს რო ეძახიან ამის მეასეც ჯერტი არ გაუკეთებდა არავინ რუსეთს და მეორე ვერც გაუკეთებდა მოდი ისიც თქვა რა გაუკეთა ასევე დასავლეთსაც და გაუკეთა დასავლეთს. რა გაუკეთა, ანუ დასავლეთისთვის არ იყო ხელსაყრელი ის რაც მოხდა საქართველოში? არა. დასავლეთის ხელსაყრელი იყო დასავლეთისთვის და დასავლეთს რუსეთთან 2014-2007 წლიდან აღარ ჭირდებოდა კონფრონტაცია. კეთილი და მაშინ ასე კითხავთ, ესე იგი, რატომ დავსვი ეს კითხვა? ესე იგი, მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება, რომ დაერეგულირებინა საქართველოსთან, მაინც მიყვა არა იმ ხას, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ იყო დასავლური გავლენის ქვეშ. დასავლური გავლენის ქვეშ, კიდევ ვამბობ, დასავლური გავლენის ქვეშ, როცა დღეს სამწუხაროდ რუსეთის ცენტრალური ბანკი
20%-იან მარჟაზე არის და 20%-ია სესხის მარჟა. ეს არის დამანგრეველი, მაგრამ დღეს რუსეთი ჯერ კიდე მაგრამ ვალი არ აქვს საგარეო რუსეთს. არა, რუსეთს მდგომარეობა ახლა ომის პერიოდში საკმაოდ ისეთია ნელ-ნელა. არა, ომის პერიოდზე არა, ანუ ვალები გაისტუმრა. არა, ვალები დიდი ხანია გაისტუმრა. მე ვამბობ, რუსეთი ახლა იბრძვის თავის, აი შეიძლება ძალიან ბევრს გაეცინოს და შეიძლება რუსებსაც ეწყინოს, მაგრამ რუსეთი დღეს იბრძვის თავის სუვერენიტეტისთვის. ამაში გეთანხმებით. დღეს რუსეთი როგორც ბანკი, როდესაც ბანკი შენი არ არის და რო ვკითხე კოლეგებს მოსკოვში, აი თქვათ ეს ხალი მოხსნა მეთქი და მოიყვანა გერაშენკოსნაირი ან მსგავსი ესეთი დერჟავნიკს რო ეძახიან. იცი რა მოხდებაო? ყველა მსოფლიო რაც კრედიტები აქვს აღებული კერძო ბანკებს, კერძო პირებს, ერთ დღეში მოთხოვენო და ანუ ეკონომიკა ჩამოშლიანო. ანუ დღეს რუსეთი ჯერ კიდე არ არის სუვერენული სახელმწიფო ფინანსურად. სუვერენიტეტს აქვს 5-6 განმარტება, ხო? ეს არის დიპლომატიური, ტერიტორიული, ფინანსური, ეკონომიკური, ანუ სუვერენიტეტის ყოველდღე მოპოვება ხდება რუსეთის მხრიდან. ჩვენ დავიწყეთ სუვერენიტეტზე ფიქრი 2 წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც არ ავყევით ამერიკელების და ევროპელების პროვოკაციას და არ დავიწყეთ იქ ბოევიკების გაგზავნა უკრაინაში, არ დავიწყეთ ომში ჩართვა. აი ეს იყო სუვერენიტეტის პირველი ნაბიჯი. მიუხედავად ჩემი ძალიან ბევრი კითხვებისა და ძალიან ბევრი პრეტენზია ოცნებასთან, ამ საკითხში პირველი დღიდან ჩვენ მეზ და პარტიაც გვერდში ვუდგევართ დღესაც, იმიტომ რომ ეს იყო სუვერენიტეტი. მე რაც არ მაწყობს, აი სააკაშვილს ხო არ აწყობდა. სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებას აწყობდა პიროვნულად ეს რაც გააკეთეს, მაგრამ ქვეყანას ხო არ აწყობდა ის. აი ხო გააკეთები ეს. მოდით, აი ხა მე მგონი არც მათთვის არ იქნებოდა მთლად ხელსაყრელი ეს არის. მაგრამ რუსეთს მოუსინჯეს ყვილიო, ჩვენ ხო თქვით? ანუ ეს იყო საცდელი. და მე რუსეთს ნიღაბი ჩამოხსენა. ხო, აი რუსეთს ახლა ამდენჯერ ჩამოხსნი ნიღაბს, აი საერთოდ აღარ აღელვებს რა სწორედ გამიგეთ რა. და ჩვენ დღეს აი როგორც რუსეთი იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ისევე ვიბრძვით ჩვენ სუვერენიტეტისთვის. თქვენ არ ვიცი, აკვირდებით თუ არა რუსულ მედიას, საქართველო უკვე გამოყოფილი არის როგორც პროგრესულად მოაზროვნე კი არა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოაზროვნე ქვეყანა. და არა რუსების ინტერესებიდან. ეს შეცვლის რუსეთის დამოკიდებულებას, ის ახლა რუსეთს ვერაფერს ვერ უზამთ, ვინც რაც უნდა თქვას, რომ იქ ოკეანე რო იყოს, არ იქნება იქ ოკეანე. ხო, რუსეთის იმიტომ ღმერთმა ასე ინება, ეს სახელმწიფოები შეიქმნა. ახლა თუ კი ჩვენ ქრისტიანობის მასე პლატფორმაზე ვდგავართ და ვამბობთ, გასაგები უნდა მივიღოთ ეს მოცემულობები. თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, აი რომ ამბობენ, რომ პირდაპირ და დაველაპარაკოთ რუსეთს. რუსეთი, რომელიც თავად ვერ წყვეტს გამომდინარე ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებიდან და ამ დაპირისპირებაში მხარების ინტერესებიდან. მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ვინმესთან თუ შემთხვევითობის წყალობით ისინი როგორ გადაწყობენ თავიანთ პრობლემებს, მე დალაგდება ჩვენ. კანონო, თქვენ აბსოლუტურად აი ბოლოს სიტყვების თქვით აბსოლუტურად ჩემთვის ჭეშმარიტება. როგორც მოილაპარაკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რუსეთი და სი ძინპინი, აი დაახლოებით ისე გადაწყდება სიტუაცია და ჩვენ შეიძლება დაგვიფასდეს აი ის მოთმინება და ის ნეიტრალი არ არ ვაკეთებ ხო არა მაშინ როცა ჭაობში ზიხარ ჯარი წერია ყველას არ უნდა იმოძრავო იმიტომ რომ უფრო სერიოზულად იქნებ ვინმე გამოჩნდეს და ამომათრიოს იმ ჭაობიდან ხო ეხლა ვლადიმერ პუტინი ჩადის 4 დღიანი ვიზიტი. საინტერესოა დიახ თუ შეიძლება. 4 დღიანი ვიზიტი. ჩათვალეთ ეს არის ემთხვევა ულტიმატუმის ვადას. ულტიმატუმის ვადას ემთხვევა როგორც საქართველოსთვის გამოცხადებულს ევროკავშირიდან, ასევე ემთხვევა პუტინის ტრამპის გამოცხადებულ ულტიმატუმს. 4 დღიანი ვიზიტი, ვისაც დიპლომატიის წარმოდგენა აქვს და სახელმწიფო შორის ურთიერთობა, როცა პირველი პირი ჩადის 4 დღით, 2 დღიანი ვიზიტის ითვლება ძალიან სერიოზულ ვიზიტად, როდესაც სერიოზული საკითხები წყდება. 4 დღიანი ვიზიტი ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად მე ვთვლი რომ ჩემი ახლა 70-80% სოფლიოს მოწყობის იქ იქნება გადაწყვეტილი. ან იქნება ომით რომელიც შეიძლება რუსეთი და ჩინეთი დაყაბულდნენ ერთობლივ კი ბატონო ან იქნება ამერიკის შეერთებული შტატთან მოლაპარაკება და ყველამ თავისი უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში რუსეთმა უნდა მიიღოს ის ტერიტორიები რომელიც უკვე არის აღიარებული 4 რეგიონი, ასევე უნდა მიიღოს რიბკოვის მეორე ულტიმატუმის მეორე პუნქტი, ეს არის აღმოსავლეთ ევროპა 97 წლის ნატოს ინფრასტრუქტურის გარეშე და ჩინეთმა უნდა დაიწყოს ნელ-ნელა ტაივანზე თავისი გავლენების საღწენა. ამავდროულად უნდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ის, რომ იგი მიდის ახლო აღმოსავლეთიდან
იმ ქვეყნებიდან, რომელიც არის ნავთობით მდიდარი და ერთი უბრალო მიზეზის გამო დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს საკუთარი ნავთობი, საკუთარი გაზი და იმ ტრილიონების ჩაყრა იქ ბაზები შეინარჩუნოს. ჩვენ გვახსოვს რომ 50-60 წლის წინ ზუსტად აი ამ ნავთობის დახმარებით იოანე პავლე მეორემ რო დაიწყო სამთვიანი ვოიაჟი 80-იან წლების ბოლოს და ფასი დაუგდეს საბჭოთა კავშირს $8-მდე. ეს იყო ჩამოშლის ერთ-ერთი მომენტი, ხო? შევცვალეთ ება, მაგრამ მაინც ეხება. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქეთ კონტინენტზე აღარ ესაქმება არაფერი. მათ ძალიან კარგად ტექნიკურად მოახერხა ევროპას დაკიდა უკრაინის თემა და ამითი ორ კურდღელს იჭერს. ერთი თავის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს გააძლიერებს ევროპის ფულით და მეორე გერმანიამ რომელსაც წამოყო ახლა თავი და ისევ გაუჩნდა ფანტომური ტკივილები იმპერიის და ახალი გერმანიის აღორძინების რამდენიმე წლით გადაუბადებს. თუ რუსეთ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა შეცვალა დღეს რუსეთთან პოლემიკა, ანუ ტონის შეცვალა. ის აღარ იქცევა ისე როგორც ადრე ექცეოდა რუსებს. თუმცა ტრამპისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ეს ჩინეთში ვიზიტი ძალიან შედეგიანი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგიანი იქნება, რაღაცა გაირკვევა. შეიძლება ცუდად წავიდეს საქმე, შეიძლება ძალიან კარგად. და ჩვენ ამ თემაში აუცილებლად მოვიაზრებით. აი ეს ყველა სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც ახლა საუბარი და რომელიც შეიძლება კავკასიაში ომის წინაპირობა გახდეს, ესეც ასაცილებელი აქვს უკვე არა მარტო აზერბაიჯანს და სომხეთს, არამედ რუსეთსაც. იმიტომ რომ კავკასიის საფეთქება ღმერთო დაიფაროს, შეიძლება გამოიწვიოს ჩრდილო კავკასიის საფეთქება, იმიტომ რომ ანგლოსაქსებს და დასავლეთს არ აქვს ხელი ჩაქნეული იმ იდეისგან, რომ რუსეთმა დაშალონ. რუსეთის დაშლა ეს მათი იდეაა და ისინი ამის ყველაფერს გააკეთებენ. კალინინგრადის პრობლემა დადგა ძალიან წავედ. იმიტომ რომ კალინინგრადი ისეთი ანკლავია, რომლის ყველაზე მარტივად დაუფლებას შეძლებს დასავლეთი და ამ შემთხვევაში ეს ფრონტი თუ ვერ გახსნეს კავკასიის, შეიძლება გახსნან კალინინგრადის ფრონტი. ანუ ნებისმიერ საბაბს და მიზეზს ეძებენ. როგორც კურსკი გახსნეს. როგორც კურსკი გახსნეს, როგორც აღმოსავლეთი კალინინგრადი გახსნა. აზიის ქვეყნებში იყო მცდელობები. ჩვენ გვირჩევნია რომ ჩვენ ვიყოთ შვიდად და იყოს რუსეთი დამშვიდებული. ანუ რუსეთის სტაბილურობა პირდაპირ არის სამწუხაროდ ჩვენ ვინმე ვთქვას რომ ახლა რუსეთი დაიშლება და ჩვენ გადავრჩებითო ის ან მაპატიეთ გასასინჯი ექიმთან ან ძალიან დიდი ნაძირალა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაშლილი რუსეთი შენთვის საქართველოს არის საფრთხე. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს იქ კავკასიური ასე ვთქვათ რესპუბლიკები, რომლებიც ბევრი ჩვენს მიმართ კი ბევრი კარათაა განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ როცა ირევა სიტუაცია, უკვე ოფიციალური ხელისუფლებებიც კი ვერ აკონტროლებენ იმ ბანდ დაჯგუფებებს, რომელიც ღმერთო დაიფაროს შეიძლება გადმოვიდეს და აქ ჩვენ პრობლემები შეგვიქმნას. ანუ ჩვენ ინტერესებშია უკვე როგორც გადაწყდება, გაბატონო ნინო, გადაწყვიტონ სიტუაცია, ჩვენ მოგცენ იმის საშუალება, რომ ჩვენ განვითარდეთ, შევინარჩუნოთ დღევანდელი მდგომარეობა და მივხედოს ქართულმა ოცნებამ ეკონომიკას, რომელიც ფასების საწევი და ასე შემდეგ საკმაოდ სერიოზული პრობლემა ხდება. მაგრამ მაინც ვთვლი და მჯერა რომ სექტემბერ-ოქტომბერში უკრაინის საკითხი გარკვეულწილად გამოჩნდება, როგორ დასრულდება. და ეს დასრულდება ისე, რომ მოლაპარაკებაზე ჩვენ რატო ვამბობთ რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. ხელმოწერების ატოკეთება, რომ თავარია დავსხდეთ, ერთხელ დავსხდეთ ერთად რა. ანუ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ და რუსი ერთად არ დავжарვართ. ხან ის ფორმატი, ხან ეს ფორმატი, ხან დასავლეთი, ხან ამერიკა, ვიღაცა იყო ჩვენ შორის. ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და ერთმანეთს უნდა უთხრათ პრეტენზიები. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი. ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი იგივე საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი იგივე თქვენ რო დაიწყეთ აფხაზეთის თემაზე. იმათაც აქვს სათქმელი. ჩვენ თუ ერთმანეთს არ უთხარით ჩვენი პრეტენზიები, აი ესე შორი დისტანციიდან გარჩევა ჩვენ სიკეთემდე არ მიგვიყვანს და კიდე რაც თავარია, უნდა ვიცოდეთ რუსის ხასიათი. რუსი, ამერიკელი, ბრიტანელი, ეს არის იმპერიები. ჩინელი, ეს არის იმპერია. იმპერიის აზროვნება სხვანაირია. ჩვენ ნუ გაუტოლდებით მათ. ისინი სხვა ვადებში აზროვნებენ და სხვა პარამეტრებით აზროვნებენ. ამიტომ მოდით ესე ვთქვათ რა, დღევანდელი მსოფლიოს ბედი და საქართველოს ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული უკვე
აი ამ შეხვედრებზე, რომელიც ამ წლის ბოლომდე გადაწყვეტა. ეს წელი იქნება გადამწყვეტი. ყოველ შემთხვევაში 90%-ით მომზადდება ის წინაპირობები, რომლითაც უნდა მე ახალი მსოფლიო რა ვერსიებს ფიქრობთ თქვენ? აი რა ვერსიები შეიძლება იყოს განხილული და რა ვერსიებით შეიძლება მიაღწიონ შეთანხმება და რაზე შეიძლება ვერ მიაღწიონ შეთანხმება და თუ ვერ მიაღწიეს, ესე იგი ომი სამხრეთ კავკასიაში მოკლევადიანი მოკლევადიანი წლის ბოლომდე მოკლევადიანი ეს შეიძლება იყოს დიდი ალბათობით, რომ ის ტერიტორიები, რომელიც აქვს აღიარებული რუსეთს, ამაზე იყოს საუბარი, რომ ამას ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს და შემდგომში იქ ახალი არჩევნები უკრაინაში. რომლის შედეგადაც რუსეთი მოითხოვს გარანტიებს არა მარტო უკრაინისგან, არამედ ყველა პოსტსოციალისტური ქვეყნებისგან, რომელიც მას ერწყმის და რომელიც არის ნატოს შემადგენლობაში, უსაფრთხოების და ასე ვთქვათ გარანტიებს, რომ ამ ტერიტორიებიდან მათ არ შეექმნათ პრობლემა. ნახეთ, ბოლო განცხადება ლავროვის ერთ-ერთი ბოლო განცხადება. მან ჩვენ მოგთხოვა, რომ აფხაზეთთან და ოსეთთან მოვაწეროთ ხელი. ცხინვალის რეგიონთან მოვაწეროთ ხელი, რომ საფრთხე არ იგრძნოს ამ ორმა ჩვენმა ტერიტორიამ საქართველოსგან. ეს რას ნიშნავს? მაგრამ ამას ისინი ყოველთვის ითხოვდნენ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. და მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი ძირითადი მოთხოვნა რაც აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ და არა მარტო საქართველოს მიმართ, რომ საქართველოს მხრიდან არ გამოდიოდეს საფრთხე. ანუ ეს ტერიტორია ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, მათ შორის სომხეთი, მათ შორის თურქეთი, უნდა იყოს სტაბილური ქვეყნები, რომ მას არ აუფეთქდეს რეგიონები. დღეს რუსეთი კიდე არის საშუალების წინაშე, რომ ბოლო მილიარდები ვიღაცეებმა არ მინდა ახლა თქვა, გაიღონ და მოახერხონ იმის დაწყება, რაც დაწყებული იყო 92-ში. ძალიან ბევრი გულის ტკივილით ამბობს, რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ რუსეთის ბოლომდე მიწასთან გასწორება. ანუ მოგისწრო პუტინმა და ჩვენი შეცდომები იყო, რომ ჩვენ გვეგონა, რომ უკვე რუსეთი ვერასოდეს ვერ ადგებოდა ფეხზეო. ანუ ეს საუბრები დასავლეთ პოლიტიკურ წრეებში ძალიან ყოველდღიურად და აი დღევანდელი გერმანიის კანცლერის განცხადებებიც, ბოლო პერიოდის განცხადებები ამაზე მეტყველებს. ანუ ის რომ რუსეთზე უნდა კიდე ომონ. ახლა ნახეთ რა მომენტია, როგორ ამზადებს დასავლეთი ომს. ეხლა ამბობენ, რომ რუსეთი უნდა დაგვესხას თავს. ანუ მენტალურად გერმანიის და დასავლეთის მოსახლეობას ამზადებენ, აშინებენ, რომ აი დათვი მოდის და ამ დროს ოღონდ გერმანიიდან სტუმრები იყო ჩამოსულები წინა კვირას და ანუ ისე არის ხალხი შეშინებულიო, რომ ამერიკის რუსეთმა არ დაიწყოს ომი, რომ ყველაფერი თვალს ხუჭავენო. გაზდილ ფასებზე, კომუნალურებზე, ყველაფერზე ძალიან მომგებიანი მდგომარეობა და ბუნკერებს აშენებენო და რო ვიქნებ ბუნკერები რას უშველის, ну აი მენტალურად ესე არისო რა. ხოდეშ ეს ძალიან რასახალისო თემა, მაგრამ ეს რჩევები რო არის, რომ რაღაც წყალი უნდა დალიოს 3 დღე გარეთ უნდა გვირთული აფეთქების დროს რაღაც ესე უნდა ტანსაცმელი უნდა გაიხადო რაღაც იქ დაწვა და მე რო გამოდიხარ რასაკეთებ ეს უტანსაცმლო და მშიერი სასაინტერესოა ხოლმე. არა ეს რაღაცა ბუნკერზე გამახსენდა. ბუნკერში 5 დღის მარაგი საჭმლის რა მარაგი გინდა 1 წლის მარაგი 2 წლის მარაგი მე სამი ხარ ხო და ამოხვიდაზებით ადრე თუ გია ჩვენ ჯვარი გწერია მაგრამ აი ეს მსოფლიო აი ახლა დასავლეთს ახლა ჭირდება 2-3 წელი რომ დააკონსერვოს სიტუაცია და როგორმე მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მე მაინც ვთვლი რომ დასავლეთთან ომი იქნება ანუ დასავლეთ ევროპასთან რუსეთს მოუწევს ომი იმიტომ რომ ევროპა ვერ გადარჩება ევროპას უდგას უდიდესი პრობლემა და ომი რით გადაარჩენს რუსეთთან ომი იქნებ დაამარცხონ ნახეთ რას ფიქრობენ დღეს რუსეთი არის დასუსტებული უკვე მესამე წელია ეს ომი მიდის მეოთხე მოდიში მიდის მეოთხე წელია ეს ომი გარკვეულწილად გარდატეხას აი ძალიან ბევრი მეუბნება რომ აი რუსეთი ხო ხედავ სოფელ მიიწევს წინ ამ პერიოდში სტალინმა მოიგო კურსკი და გადავიდა შეტევაზე. ნუ ის ომი სხვა არის, ეს ომი სხვა არის, მაგრამ ფაქტია ის, რომ რუსეთის დასუსტების იმედზე დარჩენილი დასავლეთი ცდილობს მოიგოს დრო და გააძლიეროს თავისი მდგომარეობა და დაახლოებით 2-3 წელიწადში შექმნას დასავლეთ ევროპამ, ნუ ევროპელებმა რამდენიმე ასეული დივიზია, როგორც თვითონ თვლიან და მერე წამოვიდნენ უკვე დასუსტებულ რუსეთზე, რომელსაც როგორც თვლიან არ აყავს პარტნიორი, მაგრამ მე დაახლოებით პირველმა შემიძლია გავიტრაბა ხო? პირველმა ვთქვი საქართველოს მედია სივრცეში, რომ
ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები გამოჩნდებიან უკრაინის საბრძოლო ასპარეზზე. ეს ნამდვილად ასიანია, აი რა პოლიტიკური გზავნილია ეს? არაფერი პოლიტიკური გზავნილი არ არის. ეს არის გზავნილი, რომელთაც ელემენტარულად ჩრდილო კორეელები ეხმარებიან რუსეთს. ამაში მათი ინტერესებიც არის და რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებიც არის. და მაგ ეს რო თქვი რომ ეს მოხდება მეთქი, მითხრეს რომ აბა რეებს ლაპარაკობ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ელემენტარულად თუ ფრანგი, გერმანელი, ბრიტანელი და ის იბრძვის უკრაინის მხარეს, რატო არ შეიძლება? ანალოგიურად ლოგიკურად რა თქმა უნდა ასე არა. ხო და ერთადერთი ქვეყანა რომელსაც აქვს სურვილი ამისი და კარგად გაწმული ჯარი ყავს, იყო კორეა. არც კორეასთან ქონდა იდეალური მდგომარეობა. რუსეთის ფედერაციას 20 წლის წინ არ ქონდა, მაგრამ მოხდა ის რომ ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. ჩინეთის მდგომარე ჩინეთთან ჩვენი ხელისუფლების ეს ვთქვათ კეთილგანწყობა და ხშირ შემთხვევაში რაღაცა ესეთი ეკონომიკური ორიენტაციის აღება, ესეც სწორი ნაბიჯი არის. თუმცა ჩინეთი საქართველოში სრულმასშტაბიანად ვერ შემოვა რუსეთის გარეშე. ანუ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან უნდა იყოს, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაში, სუბუქად რო ვთქვათ. მაგრამ აი ახლა რა სიტუაციაც არის სომხეთსა და აზერბაიჯანში, რუსეთი როგორ შეძლებს ამ თავის გავლენის აღდგენას? სამხრეთ კავკასიაზე. ამ სიტუაციაში? დიახ. აი მიმდინარე მომენტში. ძალიან მძიმე კითხვა არის და აქ უნდა გავიაროთ ძალიან ასე ვთქვათ ფილიგრანულად ყველა რესპონდენტმა, ვისაც ამ კითხვას დაუსვათ, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი დარტყმა აი ამ კონფლიქტში შეიძლება ჩვენ მივიღოთ და ყველაზე მეტად ჩვენ დავზარავთ. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ესაზღვრება ეს ორი ქვეყანა და საქართველოს პოსტ საბჭოური ქვეყნებიდან არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საბჭოური კავშირის პერიოდში იყო კავკასიის გამაერთიანებელი. ანუ დღეს კავკასიაზე გავლენასთვის იბრძვის თურქეთი და ამას რუსეთი ძალიან ყურადღებით აკვირდება. მე ერთ რამეს ვარ დაწმუნებული, რუსეთი კავკასიის დათმობას არ აპირებს. რაც ნიშნავს ომის სცენარის. ხო და მაგი ძალიან მეშინია მაგის, იმიტომ რომ რუსებს რამდენიმე ომი ჰქონდათ, დიდი ომი და რამდენიმე პატარა 12-მდე შეტაკება იყო, ეს საბრძოლო მოქმედება 4 დიდი ომი იყო და აი ეს როცა ერთ-ორჯერ ამა თუ იმ ქვეყანასთან გაქვს ესეთ მდგომარეობა, განმეორებადია სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა, რომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან კონდეს ის ურთიერთობა, რომელიც არ იქნება რუსეთისთვის გამაღიზიანებელი. ძალიან რთული ამოცანაა. იმაზე რთული ამოცანაა, ვიდრე ჩვენ გონია და ჩვენ ვფიქრობთ, იმიტომ რომ საქართველოს შიდა პრობლემები არის საკმაოდ რთული. დღეს ჩვენ აქ აქვს პრობლემები, არჩევნები და მე ვშიშობ, რომ დასავლეთი კიდე მოიქნევს აქაც. და როგორ ფიქრობთ თქვენ საქართველოს ხელისუფლებას რა მესულები აქვს, იმიტომ რომ ეს ზეწოლაა რა. ზეწოლა არის რუსეთის მხრიდანაც იქნება დასავლეთის მხრიდან ზეწოლა ეს საფრთხის შემცველი ულტიმატუმები. სულ აქვს რამე? კალონენო, ჩვენ არ უნდა დავაგვიანოთ. ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან საუბარი, ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან მისვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკვე მოვაბეზრებ მგონი ხალხს თავი, ჩვენ ვაგვიანებთ რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას. პირდაპირ დიალოგს ვაგვიანებთ და ვაგვიანებთ, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთში ამას საკმაოდ გაგებით ეკიდებიან და იციან რა მდგომარეობაში დღეს საქართველოს და არ ხდება ესეთი ფორსირება მათი მხრიდან, მაგრამ დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ გვაქვს დაახლოებით ამ წლის ბოლომდე მაქსიმუმს ვამბობ, რომ ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს აქვს როგორ გითხრათ, თავისი დასასრული და არც რუსეთი არ არის ერთმნიშვნელოვანი დღესაც ესეთი მდგომარეობა არის. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის გარკვეული ბალანსები ძალთა შორის, ასე რუსეთშიც არიან ხალხი, რომელიც სხვადასხვანაირად უყურებენ კავკასიას, საქართველოს და რუსეთის გავლენების გაძლიერებას, გნებავთ აღმოსავლეთ ევროპაში, გნებავთ კავკასიაში. ამიტომ ჩვენი მხრიდან საჭიროა მაქსიმალური დიპლომატია, ვიჩქაროთ ნელა და აღვნიშნოთ ეს მდგომარეობა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ მოწვევისთვის. ჩვენი გაცემის პირველი ნაჭრით დრო ამოიწურა, ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხი დავამშვიდობებით ერთმანეთს და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად, დაგველოდეთ.